საღამოშიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მსმენელს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის სახელმწიფო პარტია. ისინი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, ამისთვის ლეგიტიმაცია ჭირდებათ, მათ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ისინი ძალაუფლებას ინარჩუნებენ ფაქტობრივად გაყალბებული არჩევნების გზით, რომლის ლეგიტიმაციაც ცივილიზებული სამყარომ ჯერჯერობით არ ცნო და არც უჩანს პირი რომ აქეთკენ წავლენ. ამიტომ ისინი უბრალოდ ფაქტობრივად ძალაუფლების ხელმძღვანელი არიან, მაგრამ არა ხელისუფლება. საფრთხე, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა, გამოწვეულია არა იმით, რომ ჩვენ სადღაც უფლებამოსილებას უჩერებენ ჩვენს დელეგაციას ან სადღაც ხმის უფლებას გვართმევენ, არამედ იმ წინაპირობებით, რომლითაც აქამდე მივედით. ანუ ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებით, მათ შორის არჩევნების გაყალბებით, მათ შორის რუსული კანონის ინიცირებით, მათ შორის ადამიანებზე თავდასხმით, მათ შორის ჟურნალისტების დევნით, მათ შორის დაუსჯელობის დანერგვით, სამართალდამცავების კრიმინალებად ქცევით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით, ამ ყველაფერმა და კიდევ ბევრმა სხვამ განაპირობა ის, რომ დასავლეთს უბრალოდ ყელში ამოუვიდა საქართველოსთან ენისმოშეკვით საუბარი. მათ თუ აქამდე არაერთხელ ფორა მისცეს და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არაერთხელ ცადეს ივანიშვილის რეჟიმთან რაიმე ტიპის კონსტრუქციული დიალოგი ეწარმოებინათ, უბრალოდ დღეს მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც ამ დიალოგის რესურსი აღარ არსებობს და ამოწურულია. ქონდა დღეს ასეთი შეფასება შექმნა სიტუაციაზე, ქართული ოცნების ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან, ცრუ დევიზის ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად დააყენეს რეალობა კუდა მოძუებული ევროპიდან. აი რატომ აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში თქვენ გარკვეულწილად ისაუბრეთ, ახლა მინდა გკითხოთ, ეს არის გაფუჭებული ურთიერთობა დასავლეთსა და საქართველოს შორის თუ ეს არის გაფუჭებული ურთიერთობა დასავლეთსა და აი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს არის ცალსახად გაფუჭებული ურთიერთობა ივანიშვილთან და მის ხელისბიჭებთან. საქართველოს ეს დამოკიდებულება არ ეხება. ეს აბსოლუტურად ცხადია, რომ რაც უჩიც ეს შემაკავებელი რგოლი, რომელიც აფუჭებს ჰაერს საქართველოში, ჩამოშორდება ძალაუფლებას, სტატუს-კვო აღდგება, საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება და საქართველო კვლავ შეუფერხებლად დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ ეტაპზე ამაში ეჭვი არ გვეპარება, რასაკვირველია, დროთა განმავლობაში არალეგიტიმური რეჟიმი, რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მით მეტის გაფუჭებას შეძლებს, რაც შესაძლოა რაღაც ეტაპამდე ძნელად აღდგენადი იყოს, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა არ არის. ჩვენ ყველა ჩვენი პარტნიორისგან ვისმენთ, რომ საქართველოს თავის სტრატეგიული პარტნიორები ყველა ისეთივე ერთგული პარტნიორები ყავს, როგორც აქამდე არსებობდა, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ისინი მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიული სახალხო მოძრაობის პროტესტს, მაგრამ ისინი არ ემხრობიან ოლიგარქიას და ამბობენ, რომ ოლიგარქიასთან ისინი ცივილიზებულ ურთიერთობას ვერ შეძლებენ და სწორედ ცივილიზებული ურთიერთობების ფორმის, ვთქვათ, ცივილიზებული ურთიერთობების გაფორმება, საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, როგორიც არის ევროპის საბჭო, სადაც ჩვენ ოდესღაც მონიტორინგის ქვეშ ვიმყოფებოდით, შემდგომ სრულფასოვანი სტატუსი მოვიპოვეთ, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ რაღაც ინსტიტუციონალური კონსოლიდაციის შემდგომ ეტაპზე გადავსულიყავით და ახლა ნაცვლად იმისა, რომ ამ გაერთიანების სრულფასოვან წევრად ვიქცეთ, დღეს ვუბრუნდებით 90-იანი წლების რეჟიმს, სადაც ჩვენს დელეგაციას ამ ეტაპზე გაფრთხილების გზით მეუბნებიან, რომ უფლებამოსილების ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, მაგრამ მანამდე თქვენს დელეგაციას ვტოვებთ დამკვირვებლის სტატუსით, რაც არის პრაქტიკულად პირველი ნაბიჯი. უშუალოდ ამ გადაწყვეტილებასაც მინდა დავუთოთ რამდენიმე წუთი, გულისხმობ ქართული დელეგაციის მანდატების დროებით და კონკრეტული პირობებით აღიარებას. აი არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, გუშინ ქართული ოცნების დელეგაცია პირობითზეა გაშვებული. აი რას ნიშნავს ეს პირობითზე გაშვება? აქ შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა, თუ საპარლამენტო დელეგაციის ლეგიტიმაციას ცნეს, მაშინ რატომ მიაბეს ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი? აი ეს ორი
თემა ერთმანეთს ხომ არ ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ მათ არსნეს დელეგაციის უფლებამოსილება, მათ პირობადებული გადაწყვეტილება მიიღეს. მათ თქვეს, რომ ისინი უფლებამოსილებას ცნობენ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირობები შესრულდება, თუ ეს პირობები არ შესრულდება, ლეგიტიმაციის საკითხი დადგება კითხვის ქვეშ. დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება კითხვის ქვეშ და მათ მიეცათ აპრილამდე განესაზღვრათ ვადა იმისთვის, რომ შეასრულონ მითითებული პირობები, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ხმით იქნა მიღებული. ანუ ეს ურთიერთგამომრიცხავი არ არის, ძალიან კაფიო შინაარსია, საიდანაც როგორც არ უნდა ატრიალონ სხვადასხვა წარმომადგენლებმა ივანიშვილის, ყველას გვესმის, რომ ეს ასე არ არის. უფლებამოსილებას ან ცნობ, ან არ ცნობ. და უფლებამოსილების ცნობა თუ არის კონკრეტულ პირობებთან და ვალდებულებებთან მიბმული, ესე იგი შენ სრულფასოვან წევრს არ წარმოადგენ და მათ შორის დაწესდა უფლებების შეზღუდვები, რომელმაც პრაქტიკულად დამკვირვებლის სტატუსამდე დაიყვანა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტატუსი. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს გადაავლებდით თვალს ყველგან ევროპის ბიუროკრატია და არსად სამართალი არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ და არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში. აი ქართულ ოცნებას იქით აქვს პრეტენზიები ევროპასა და ევროპულ ინსტიტუტებთან. ახლა ასე და ამ ტონით მეგობრებს არ ესაუბრებიან, შესაბამისად რამდენად შეიძლება პროცესები კიდევ უფრო შორს წავიდეს და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს დატოვებით დასრულდეს. რამდენად მაღალია ამის ალბათობა თქვენი აზრით და ასეთ შემთხვევაში რა ელოდება საქართველოს ესეც რომ ახსნათ. ქართული ოცნების წარმომადგენლების გამონათქვამებს უკვე დიდი ხანია არც სტრასბურგში, არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში სერიოზულად აღარავინ აღარ უსმენს, მათ პრაქტიკულად არავინ არ ხვდება. თქვენ ასევე ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროვებულ შეხვედრებს, სადაც სასაცილოც არ არის, აქვეყნებენ ერთი და იგივე შეხვედრებს, ერთი და იგივე ხალხთან და აღარ იციან, როგორ წარმოაჩინონ ეს უწყება, როგორც რაღაც ლეგიტიმურ, ფორმალურ ურთიერთობებში ჩართული უწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური შიმშილია ქართული ოცნების რიგებში, იმის, რომ რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია მოიპოვონ, ხავს ეჭიდებიან ყველგან, სადაც შესაძლებელია. ფაქტია, რომ მათ ცადეს ახლა რაღაც ერთგვარი დესანტი გადაესხათ სტრასბურგშიც და ესეც აბსოლუტური ფიასკოთი დასრულდა. სწორედ იმიტომ, რომ მათ არავინ აღარ უსმენს, მათ შორის ის, რომ მათ აღარ მოусმენენ როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებს, ეს გააფორმეს ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებითაც, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს სამსახურები და დიპლომატიური პასპორტები შეუზღუდეს. ამით განაცხადეს მათ, რომ თქვენ საქართველოს სახელით ჩვენთან ვერ ისაუბრებთ, ამით თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ რაღაცეებს, მაგრამ თქვენ ვერ ისარგებლებთ ქართული ხალხის სახელით საუბრის უფლებამოსილებით თქვენს პარტნიორებთან და ეს ვლინდება როგორც ფორმალურ ურთიერთობებში, ისე არაფორმალურ ურთიერთობებში, სადაც უბრალოდ მათ არავინ ყურს აღარ უგდებს და არავინ არ ხვდება. ამიტომ კი ეს ამ ეტაპისთვის ქვეყანას წაიყვანს უფრო მეტი საერთაშორისო იზოლაციისკენ, წაიყვანს ივანიშვილს მეტი იზოლაციისკენ და რაც მთავარია, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებისკენ, რომელსაც ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ცალკეული სახელმწიფოები ორმხრივ ბილატერალურ ურთიერთობებში იღებენ, როგორც დღეს ჩეხეთმა გაიზიარა ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებები და ეს ტენდენცია გაგრძელდება, იმიტომ რომ აშკარაა, რომ ივანიშვილი უკან დახევას არ აპირებს, პირიქით თქვენ ნახავდით, რომ ის აქ იძლიერებს ფესვებს, დაჩქარებული წესით აფორმებს თავის კაპიტალს ოფშორული ზონებიდან შემოაქვს საქართველოში. ანუ ის ავცეის ცდილობს, რომ რაც შეიძლება მყარად გაიდგას საქართველოში ფესვები და ამით ეს გზავნილია ერთგვარი რომ ამ თემამდე მივალთ იქამდე თქვენ საგარეო ვიზიტები ახსენეთ ქართული ოცნების წარმომადგენლების, აი ამ წუთებშიც ახლა ირაკლი ყობახიძე ისე როგორც მაკა ბოჭორიშვილი სომხეთში იმყოფებიან, მანამდე იყო ბაქო, უნგრეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კიდევ მანამდე ისევ ბაქო, ისევ ერევანი, ისევ ბუდაპეშტი, გუშინ დასვა სხვათა შორის გია ჯაფარიძემ ჩვენს ეთერში კითხვა, მე რამდენი წრეზე არიან, რამდენჯერ უნდა ჩავიდნენ ბუდაპეშტში, რამდენჯერ უნდა ჩამოიყვანონ უნგრელები, რამდენჯერ შეიძლება შეხვდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ემირატების, საუდის, არაბეთის, ჩინეთის ელჩებს. აი რისი ჩვენება უნდა ქართულ ოცნებას ამ ქვეყნებში ასე აქტიურად ჩასვლით და ამ ქვეყნების ელჩებთან ასე ხშირი შეხვედრებით. მათ სურთ რომ ეს ფოტოები რაღაცნაირად გამოდონ თავიდანთ საინფორმაციო სივრცეში, რათა საკუთარი სტატუსი წარმოაჩინონ როგორც ლეგიტიმური და წარმოჩინდნენ როგორც პირები, რომლებსაც ოფიციალურად სადღაც ჩაესვლებათ
ფაქტია, რომ ამ სივრცეში არ მოიაზრება ევროპის კავშირის ქვეყნები, თუ არ ჩავთვლით უნგრეთს და ის ამ შემთხვევაში ევროკავშირს არ წარმოადგენს, ის ხდება ორმხრივი ურთიერთობების პარაგლებში და ის არ განასახიერებს არ აჟღერებს საერთო პოზიციას, იქ სადაც საერთო პოზიცია ჟღერდება, ფაქტია, რომ მათ ელჩების დონეზეც კი არავინ არ ხვდებათ, იმიტომ რომ მათი ლეგიტიმაცია არის გაურკვეველი და იმიტომ რომ მათთან სასაუბროც არაფერი აქვს დარჩენილი. ამის მკაფიო გამოვლინება იყო ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ზარი განახორციელა ივანიშვილთან და არა იმ პირთან, რომელიც მისი ფორმალური ხო, მაკრონი რადგან ახსენეთ, ფიქრობთ, რომ გამოჩნდება და დაბრუნდება, იმიტომ რომ დაანონსებული იყო მეორე ზარი და მეორე ზარი ჯერჯერობით აღარ განხორციელებულა. რა მოხდა, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა მაკრონმა მეორედ დარეკვა ბიძინა ივანიშვილთან? მე ვფიქრობ, რომ პირველი ზარის შემდეგ თუ არ გაუარესტათ, არ გაუმჯობესდა საქართველოში ვითარება, რამდენადაც მახსოვს იმ დღეს და მეორე დღეს კიდევ გაგრძელდა დაკავებები, ახალგაზრდებზე თავდასხმები, რეჟიმის მხრიდან გამოკვეთილი ძალის დემონსტრირება, ამიტომ ჩვენ არ ვიცით რაზე ისაუბრეს მათ ივანიშვილთან, ქონდა ამას რაიმე ულტიმატუმის ხასიათი, თუ ქონდა ამას ვთქვათ პრეზიდენტის საკუთარი პასპორტის მქონე პირთან საუბრის ხასიათი, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი სახის პირობა, რომელიც ამ დისკუსიაში შესაძლოა რომ დაყენებულიყო, ივანიშვილის მხრიდან იქნა უგულებელყოფილი, შესაბამისად ალბათ სასაუბროც აღარაფერია. შესაძლოა იყოს ნიშნავდეს იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელები დაიბანა, ან ხელი ჩაიქნია საქართველოს თემაზე. საფრანგეთის პრეზიდენტი არც ერთ შემთხვევაში არ ჩაიქნეს საქართველოსზე ხელს, მაგრამ მან შესაძლოა აღარ ჩათვალა მიზანშეწონილად ივანიშვილთან დიალოგის გაგრძელება. ამწურულია დიალოგის რესურსი შეიძლება. ამ ეტაპზე ასე. სხვა შორის ამ კონტექსტში თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პრეზიდენტის სტატუსიც მინდა გავაცნო მაყურებლებს, ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გაწყვეტილების გამო გამოვიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ამის შესახებ გუშინ დაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა სოციალურ ქსელში, რომელიც ასევე ამბობს, რომ ეს აღარ ტოვებს დიალოგის შესაძლებლობას. ხომ არ ჩანს, რომ აი ქართულ ოცნებასთან დიალოგის რესურსს ვეღარც ევროპელი პოლიტიკოსები ხედავენ და მაშინ რა გზები და ხერხები რჩება იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ესაუბრო და ელაპარაკო. ხო, გაუგებარია, როგორ უნდა ესაუბრო ვინმეს, ვისაც არ უნდა საუბარი და ასევე ვისაც არ აქვს როგორ თქვა, საუბრისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხო? ადამიანები ევროპიდან შესაძლოა ესაუბრონ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი და ეს არის ივანიშვილი. ხო, წულუკიანმა და მიქანაძემ იქ რაზე უნდა ისაუბრონ ვინმესთან, ან რა უნდა თქვან, ან ვისი პოზიცია უნდა გააჟღერონ, ან რამდენად დამაჯერებლები შეიძლება იყვნენ, ან ვისი სახელით შეიძლება საუბრობდნენ. ქართული ხალხის სახელით ისინი არ საუბრობენ და როგორც ჩანს ივანიშვილის სახელით ისინი ვერ საუბრობენ. ამიტომ გაუგებარია რაზე უნდა ესაუბროს მათ ვინმე, ხო? აქამდე არჩევნებამდე თუ მათ რაღაც ტიპის ფორმალური სტატუსი გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცოდა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ივანიშვილია, მიმდინარე პროცესებზე ცალსახაა, რომ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ პასუხისმგებელი პირი არის ერთადერთი ბიძინა ივანიშვილი. კობახიძეს კი და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, ისიც კი არ არის, რომელიც მოიაზრება, რომ თითქოს დაახლოებული პირია, ვერც ბიძინა ივანიშვილის პოზიციას აჟღერებდა, შიდა მოხმარებისთვისაც კი ვერ აჟღერებდა და მას იმის რესურსიც არ ქონდა, რომ მედიაცია გაეწია და ამ ბიზნეს ელიტის მოსაზრებები მიეტანა ივანიშვილთან. ამიტომ აქ ტოტალური ჯერ ერთი კომუნიკაციის სირთულეებია და ევროპელებს აქვთ თავისი პროტოკოლი, თავისი ფორმა და ურთიერთობის ინსტიტუციური რაღაც ჩარჩოები, საიდან ყველა ამოვარდნილია, გაუგებარია იქ ვის ესაუბრებიან, რა ფორმით ესაუბრებიან, ან თუნდაც დელეგაცია რომც იყოს უფლებამოსილი, ვის წარმოადგენენ, ვისი სახელით საუბრობენ, ქართულ ხალხს ისინი არ წარმოადგენენ, იმიტომ რომ არჩევნების საკითხი ჯერ კიდევ ჰაერში კიდია, ივანიშვილს ისინი ვერ წარმოადგენენ, იმიტომ რომ ვერ აჟღერებენ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი პარტნიორებისთვის მისაღები იქნებოდა. ამიტომ კი ეს ხიდი ჩაწყვეტილია, მათ სასაუბრო ერთმანეთთან არაფერი არ აქვთ. აშკარაა, რომ აქედანაც ბევრი სათქმელი იქ არაფერი ჰქონდათ, მათი განცხადებებიდანაც აშკარა იყო და ფაქტი იყო, რომ შედეგზეც აისახა
ის, რომ აქედან ჩასულმა პირებმა აბსოლუტურად ვერ იმუშავეს და ვერ დადეს ის შედეგი, რისთვისაც იქ იყვნენ გაგზავნილები. ამაზე ობიექტური საფუძველი აქვს, სწორედ ის, რომ არ არსებობს ამის უკან დიალოგის სივრცე. ყველაფერი არის გარკვეული, ყველასათვის გასაგებია, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმთან თანაცხოვრებას ვერ გააგრძელებს ლეგიტიმური ფორმებით და ევროპის კავშირს, ისევე როგორც ევროპის საბჭოს, შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ დაემორჩილოს სახალხო მოთხოვნას. მას სხვა რესურსი არ აქვს, რომ რაიმე ფორმით სხვას დაემორჩილოს. ხო, მაშინ ჩვენ უნდა გადავიდეთ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებში, ან ჩვენ უნდა გადმოვიდეთ ამ რიგებიდან უკან და გავუერთიანდეთ აზერბაიჯანს და ბელარუსს და ამით არის. რაც შეეხება სანქციებს და ივანიშვილის კაპიტალის საქართველოში გადმოტანა ახსენეთ, ამ თემაზეც დავსვათ ერთი კითხვა. ქართულ ოცნებაში ერთი მხრივ ამბობენ, რომ სანქციების არ ეშინიათ, თუმცა მეორე მხრივ ვრცელდება ინფორმაციები, რომ ივანიშვილმა საკუთარი კაპიტალის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა და ოფშორებიდან კომპანიები საქართველოში გადმოაქვს. გუშინ გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაცია, რომ ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში უკვე 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა, მათ ოფშორებიდან ორგანიზაციის ინფორმაციით ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია გაასუფთავეს. ასევე ორგანიზაციის ცნობით გადაფორმებულ კომპანიებს მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი გააჩნიათ. დღეს მდგომარეობით მათი განთავსებული კაპიტალი 163 მილიონ ლარზე მეტია. მაღალი ალბათობით კომპანიების გადაფორმების დროს ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ეგრეთ წოდებული ოფშორული კანონით დაწესდა, ამასაც ამბობენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში. აი, რამდენად დაცული იქნება თქვენი აზრით ივანიშვილი და მისი კაპიტალი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, გადაარჩენს თუ არა მას თქვენი შეხედულებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და ქონების გადმოტანა რა პროცესაც ახლა უყურებთ. ჩვენ ორად უნდა გავყოთ ეს საკითხი. ერთი არის თავად ივანიშვილი და მისი პერსონალური კაპიტალი და ქართული ოცნება, რომლის ფინანსური რესურსი კიდევ დამოუკიდებელია ივანიშვილისგან, რომელიც კორუფციული გზით არის მოპოვებული, რომელიც არც თუ ისე პატარაა და რომელიც პირდაპირ არის მიბმული ევროპულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე, იმიტომ რომ ამის გარეშე მათ ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ქართულ ოცნებაში ყველა ხომ არ არის, ვისაც ოფშორებში ქონდა თავისი კაპიტალი, ხო, ფაქტია, რომ ივანიშვილი კონკრეტული პრივილეგიებით სარგებლობს, მათ შორის უკანონო პრივილეგიებით, რომელიც მან მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში თავისთვის შეიქმნა, მაგრამ ეს არ ვრცელდება ყველა დანარჩენზე, რომლის ინტერესებში შედის, რომ საერთაშორისო ბაზრებთან წვდომა შეინარჩუნოს და რაც თავარია საკუთარი კაპიტალის დაცვა მოახდინოს. ამიტომ პირველ ნაწილში თავად ივანიშვილის კაპიტალს რაც შეეხება, შესაძლოა მოკლევადი ამ პერსპექტივაში გარკვეულწილად დაცული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სანქციების გამკაცრებაზე მიმდინარეობს საუბარი და კონკრეტული მკაცრი სანქციები ჯერ არ დაწესებულა. მაგრამ ეს არის იმთავითო დროებითი გამოსავალი, იმიტომ რომ თუ საქართველოს მათ შორის ფინანსური იზოლაციაც გაგრძელდა და ფინანსური ინსტიტუტებს საფრთხე შეექმნა, მაშინ ცხადია, რომ ივანიშვილის კაპიტალიც უსასრულოდ ვერ იქნება აქ საქართველოს ტერიტორიაზე გამოკეტილი და შესაბამისად დაცული. მაგრამ ამ ეტაპზე ფაქტია, რომ მას მხოლოდ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები და რესურსები ადარდებს, სხვისი სიდარდი მას არ აქვს და ცდილობს, რომ ამ ვითარებაში რაღაცნაირად გამოიზამთროს და ფაქტია, რომ ის ამ სანქციებისთვის მზად იყო, იმიტომ რომ ის არის რუსი ოლიგარქი, მან იცოდა, რომ როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში და მან მხარდაჭერის აღმოჩენა და გადაწყვიტა რუსეთში სანქცირებული პირებისთვის და მათ შორის რუსეთის სახელმწიფოს დადგომა და გვერდში ამ უკანონო და უსამართლო ომში ის მზად იყო იმისთვის, რომ მის კაპიტალს საფრთხე შეექმნებოდა და დასავლეთი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა მასთან მიმართებითაც, სწორედ ამიტომ იყო იმთავითო რუსული კანონი ინიცირებული, სწორედ ამიტომ იყო ეს ოფშორების კანონიც თავიდანვე მიღებული, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ივანიშვილი სრულიად დამოუკიდებლად შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, თუ მას თავისი კორუმპირებული ფინანსურად მყარი ბიზნეს ელიტა არ ეყოლა გვერდში როგორც საყრდენი და მათ რასაკვირველია ფინანსური სანქციების პირობებში და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, ისე რომ ვერ დაიცავს მხოლოდ ივანიშვილის
ივანიშვილის დაცვისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები. კი ბატონო, ბოლო კითხვა უკვე უშუალოდ ამერიკაზე მინდა და მის პოლიტიკაზე დაგისვათ. მით უფრო რომ ახალი პრეზიდენტი ყავთ შეერთებულ შტატებში და სხვათა შორის 20 იანვარი იყო ის დღე, რომელსაც ტრამპის ამერიკელებზე არანაკლებ საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ელოდებოდნენ. აი გითხარით, რამდენად ხედავთ პოტენციალს, ასე ვთქვათ, წინაპირობებს იმისას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლება შტატებთან ურთიერთობების დაალაგებას შეძლებს და რა გგონიათ ეს რა გადატვირთავს, მოდით ასე ვკითხავთ, ერთ დროს შეერთებულ შტატებთან საკმაოდ მაღალ ნიშნულზე მყოფ ურთიერთობებს. ბოლო ნაწილით რომ დავიწყოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებს გადატვირთავს ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება, ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს ძალაუფლების განწმენდა და დემოკრატიული პროცესების აღდგენა. ეს მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა. მოცემულ ვითარებაში, ხო, ივანიშვილის პირობებში და განსაკუთრებით სასანქციო პოლიტიკაზეა თქვენი შეხედულება მნიშვნელოვანი იქნება იგივე წნეხი თუ შემცირდება, როგორ ფიქრობთ? პირველი ფაქტობრივი გარემოებების გამო, იმიტომ რომ მოცემულ ვითარებაში ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის უშუალო პრიორიტეტების, ვთქვათ, დღის წესრიგის უშუალო პრიორიტეტებში არ მოვიაზრებით. იქ სხვა საკითხები არის დღის წესრიგში, რომელზეც ყურადღება არის გადატანილი, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებით არ აქვს სხვა ინტერესი, გარდა თუ საქართველო არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო. საქართველო არ არის აზერბაიჯანი, საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო არ არის თურქეთი, სადაც რაიმე ტიპის სხვა სტრატეგიული დიალოგის ინტერესებმა შესაძლოა გადაწონოს ქვეყნის დემოკრატიზაცია. საქართველოს ეს რესურსი არ გააჩნია. საქართველო ერთგვარად დერეფნის გეოპოლიტიკურ ინტერესს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ეს არაერთხელ ითქვა, მათ შორის ვაშინგტონში შეხვედრებისას, ჯერ კიდევ როდესაც ქართული ოცნება ახერხებდა ეგ შეხვედრების წარმართვას, ძალიან მკაფიოდ გარიმარტა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არადემოკრატიული საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს და მით უმეტეს არ აქვს ისეთი საქართველოს მიმართ ინტერესი, რომელიც მოწყვეტილია ევროპის კავშირს და მოწყვეტილია ევროპის ბაზრებს და ევროპულ ინტეგრაციას. ამიტომ ივანიშვილთან დიალოგის мотивაციაც არ ექნება ახალ ადმინისტრაციას მოცემულ პირობებში. მით უმეტეს რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღის წესრიგის პრიორიტეტებში სულ სხვა საკითხები დგას ამ ეტაპზე, ვიდრე პუტინის ერთ რიგით წარმომადგენელ ოლიგარქთან რაიმე ტიპის გადატვირთვაზე საუბარი. მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის. ნინო კალანდაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.